ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ პირველი ვიზიტი სინგაპურში საქართველოს პრემიერი საგარეო და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად სინგაპურშია და ქვეყნის პირველ პირებთან გეგმავს შეხვედრებს. მიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანასთან და უდიდეს ფინანსურ ცენტრთან, რომელთანაც საქართველოს წლები აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს. ამ მხრივ მჭიდრო კავშირებს სავაჭრო ბრუნვის მზარდი მაჩვენებლებიც ადასტურებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნისგან ქართულ მხარეს გამოცდილების გაზიარება სურს, განსაკუთრებით ლოჯისტიკური ჰაბის და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. მით უმეტეს, რომ აზია ევროპის დამაკავშირებელი შუა და ერთვის მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სულ უფრო იზრდება. სინგაპურის პირველ პირებთან საუბრის გარდა დაგეგმილია შეხვედრები საფინანსო კომპანიებთან, სადაც ქართული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოზე გეგმავს საუბარს. მოამბე სინგაპურიდან ანა ბროლაძე აშუქებს ვიზიტს. სინგაპური არის სახელმწიფო, რომელმაც ქვეყნის სიდიდის და მასშტაბის მიუხედავად შეძლო, რომ გამხდარიყო საერთაშორისო ფლანგზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. შესაბამისად, ქართული მხარე სინგაპურს განიხილავს ზუსტად ისეთივე რეგიონულ მოდელად და ჰაბად, როგორ ჰაბადაც პოზიციონირებს ჩვენი ქვეყანა თავის რეგიონში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ამ შემთხვევაში აზიისა და ევროპის სახელმწიფოების დაკავშირებადობის მნიშვნელოვან რგოლში. შესაბამისად, სწორედ ასე უყურებს ქართული მხარე ამ ვიზიტს, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია მას სინგაპურისგან, რომ მიაღწიოს განვითარების იმ დონესა და ეტაპს, როგორცაც მიაღწია სინგაპურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციაში შემავალ გუნდს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ გამოცდილებაზე ისაუბრონ არა მხოლოდ სინგაპურის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასეთი შეხვედრები შედგება სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არამედ იმ კომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ სინგაპურში ბიზნესის, საბანკო სფეროში, ასევე ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის გუნდთან ერთად შეეცდება, რომ არა მხოლოდ სინგაპურულ გამოცდილებას გაეცნოს, არამედ გაუზიაროს მათ შორის ქართული გამოცდილებაც, თუ რა ნაბიჯებს გავს საქართველოს საიმისოდ, რომ ლოჯისტიკურ და ეკონომიკურ ჰაბად იქცეს კავკასიის რეგიონში. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სინგაპურისგან, როგორც ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ასევე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით. საინტერესოა ბიზნეს თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სინგაპურის მნიშვნელობაც და ამ შემთხვევაში საქართველოს მნიშვნელობაც არის გაზრდილი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაღალი დონის შეხვედრები რეგიონში ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ რეგიონთან, ამ შემთხვევაში სინგაპურთან ურთიერთობები საინტერესოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური, ლოჯისტიკური მიმართულებით და ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ხელმძღვანელ პირებთან სინგაპურში იქნება კარგი შესაძლებლობა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. ხვალდილიდან დაიწყებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუნდთან ერთად შეხვედრებს სინგაპურში და 2 დღის განმავლობაში მას ექნება შესაძლებლობა აქაური გამოცდილების გაზიარებაზე ინფორმაცია მიიღოს ყველა მხარისგან. საქართველოს ხელისუფლების და მმართველი გუნდის პოზიცია არაერთხელ მოგვისმენია არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო ბიზნესს, დაინტერესდნენ ქართული გარემოთი, რომელიც არის დაბალი ბიუროკრატიით გამორჩეული, მაქსიმალურად მორგებული საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს გამოირჩევა ასევე დაბალი გადასახადებით. შესაბამისად, სწორედ ეს არის ის ნაბიჯები, რომლის გამოყენებითაც და რომლის გადადგმითაც სინგაპურმა წლების განმავლობაში მიაღწია ძალიან მაღალ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და განვითარების ტემპს. შესაბამისად, სწორედ ამ მიმართულებით იქნება მსჯელობა სინგაპურში 2 დღის განმავლობაში, არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრთან, არამედ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაც.